Salome gobrepo კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე, მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ კორეული ბრენდის Skin 104-ის შესახებ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კორეული ბრენდი, რომელსაც უკვე რამოდენიმე წელიწადია ვიყენებ და სულ ახლა ხანს ავერსმა დაამატა, ანუ ქართულ საფთიაქო ბაზარზე შეგიძლიათ უკვე ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოთ ონლაინ გამოწერის გარეშე, რაც ძალიან მახარებს. იშვიათად მიწევს ხოლმე კორეული ბრენდების შესახებ საუბარი, რომლებიც ეს აფთიაქში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ საქართველოში. თან ისეთი ბრენდები, რომლებიც მიყვარს, ვენდობი და დიდი სიამოვნებით ვიყენებ ჩემს თავისმოვლის რუტინაში, ამიტომ ძალიან მიხარია რომ დღეს ამ ბრენდის შესახებ ვისაუბრებთ. არ მგონია რომ გრძელი ვიდეო გამოგვივიდეს, რადგან საკმაოდ ახალი ბრენდია და უაზროდ ბევრი რაოდენობის პროდუქტი არ აქვს, მადლობა ღმერთს. თან თითქმის ყველა პროდუქტი, თითქმის უმრავლესობა პროდუქტების არის ესეთი, რომელიც ან დამიტესტავს უკვე ჩემს კანზე, ან ინგრედიენტებიდან გამომდინარე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ მომწონს, ამიტომ არ იქნება ისეთი ვიდეოები, განხილვის ვიდეოები, როცა ძალიან ვცდილობ, რომ რაღაცა მოვძებნო ინგრედიენტების სიაში, ისეთი რომ რაიმე დადებითი გითხრათ პროდუქტების შესახებ. ეს დღევანდელი ვიდეო ეგეთი არ იქნება. სანამ უშუალოდ პროდუქტებზე გადავალთ, გეტყვით რომ მსგავსი განხილვის ვიდეოები ამ არხზე კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ემსახურება. ჩვენ ერთად ვცდილობთ მივეჩვიოთ სწორ შოპინგს და ეს ვიდეოებიც ამისთვისაა. სანამ პროდუქტ შევიძენთ, გადმოვაბრუნოთ შეფუთვა, წავიკითხოთ რა აწერია, რა შეიცავს ეს პროდუქტი, რეკლამის და მარკეტინგის მსხვერპლი არ გავხდეთ. მივაქციოთ ყურადღება, ხომ არ გვაქვს უკვე რაღაცა მსგავსი ჩვენს თავისმოვლის რუტინაში და გვჭირდება თუ არა საერთოდ ესა თუ ის პროდუქტი. თუ ჩვენ აქ რაღაც პროდუქტი არ მოგვეწონება, მაგრამ თქვენ იყენებთ, მოგწონთ და რაც მთავარია, სასრულ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელებთ კამპანია. ოკეი, სახელს რაც შეეხება, ბევრი ამბობს 1004, ბევრი ამბობს 1004. მე რადგან skins ვამბობ, ანუ სახელში არის Skin 104, შესაბამისად მთელ სახელს ინგლისურად ვამბობ, ვიცი რომ ზოგი ამბობს skins და შემდეგ 1004. არ ვიცი, გაყოფას და ნახევრად ინგლისურად თქმას და ნახევრად ქართულად თქმას მირჩევნია, რომ ანგლიან ქართულად თქვა, ანგლიან ინგლისურად თქვა. ამიტომ ასე ვარ უბრალოდ მიჩვეული პირველად თავის დროზე წლების წინ ასე გავიგე ამ ბრენდის სახელი კორეელი ინფლუენსერებისგან, შესაბამისად მეც ასე ვარ მიჩვეული და ასე ვამბობ წლებია უკვე Skin 104. რაც შეეხება მნიშვნელობა სახელის, როცა კორეულად ამბობ 104-ს, ანუ 1004, ეს ჟღერს ჩავინიშნე კორეულად, რატო ჩავინიშნე, არ ვიცი, ახლა ვითომ შემეძლოს ამისი გამოთქვა, მაგრამ ჩონცა დაახლოებით ესე, რაც ნიშნავს angel, ანგელოს, ანუ კანის ანგელოზი. ასე ითარგმნება რეალურად ბრენდის სახელი. ამას ნიშნავს Skin 104, ანუ როცა ამ ციფრებს კორეულად გამოთქვამ ერთმანეთის თანმიმდევრობით, იღებს სიტყვის ანგელოზის მნიშვნელობას. შესაბამისად, ბრენდის სახელი ნიშნავს სახის კანის ანგელოზს. სხვადასხვა ხაზები აქვს, ეხლა სხვათა შორის ახალი ხაზი დაამატეს კიდევ, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ ახალია, სამი პროდუქტი აქვს სულ შიგნით და სამივე შრატია. ამ პროდუქტებს არ ვიცნობ, არც არის ეს პროდუქტები ქართულ ბაზარზე, ამიტომ დღეს ამ ახალი ხაზის შესახებ არ ვისაუბრებ, მინდა მათი ძირითადი ხაზის და ძირითადი პროდუქტების შესახებ ვისაუბრო. ვიცი რომ ასევე ხშირად ეძახიან ბრენდს სენდელას, რაც სენდელა არის ერთ-ერთი ხაზი, უბრალოდ 2 თუ 3 ხაზია, სადაც ძირითადი მთავარი ინგრედიენტი პროდუქტებში არის სენდელა. როგორც გითხარდეთ, შესაბამისად აწერია დიდი ასოებით, სხვათა შორის რომელ ბრენდს გვქონდა კიდევ მსგავსი სიტუაცია? K-Secret და Soul 988. ბრენდის სახელი რეალურად არის K-Secret, რომელიც პატარა ასოებით აწერია კუთხეში ზემოთ და აქ ესე დიდი ასოებით ხედავთ რეალურად ხაზის სახელს. ბევრი ასეც ეძახის ამ ბრენდს. რეალურად K-Secret ქვია. იგივეა აქაც, ანუ Skin 104 არის ბრენდის სახელი, Sentela არის 2 თუ 3 ხაზი აქვს, არ მახსოვს ახლა ზუსტად, მე მგონი 3, სადაც მთავარი ძირითადი ინგრედიენტი, აი ხშირად წყლის ადგილზეც კი პირველივე ინგრედიენტების სიაში 70-80-90%-ით შემცველობაში არის ზუსტად მადაგასკარის სენდელა. აზერბაიჯანის სენდელას შესახებ დეტალური ვიდეო მქონდა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ, თუ გაინტერესებთ რა არის ეს ინგრედიენტი, რისთვის გამოიყენება, საიდან მოდის და რა სასარგებლო თვისებები აქვს ჩვენს თავისმოვლის რუტინაში, დაგილინკავთ აუცილებლად მაგ ვიდეოს და იქ დეტალურად შეგიძლიათ რომ მიიღოთ ეგ ინფორმაცია. ეხლა დღევანდელი ვიდეო რო ძალიან არ გაგვიგრძელდეს, მაგრამ მადაგასკარის სენდელა არის უფრო ბუნებრივი, ნატურალური, ველური ბუნება, ხელშეუხებელი ბუნება მადაგასკარიდან გამომდინარე. აზიური სენდელა უფრო კულტივირებული, ადამიანის მიერ მოყვანილი და დამუშავებული სენდელა არის. ამბობენ რომ ერთი მხრივ ეს ველური სენდელა უფრო მეტი ანტიოქსიდანტური თვისებებით არის დატვირთული, ამიტომ ზოგს მადაგასკარის სენდელა ურჩევნია, ზოგი ამბობს რომ კორეული სენდელა მადაგასკარიდან განსხვავებით 4 სხვადასხვა სეზონს გადის, ძლიერ სიცხეს და ძლიერ სიცივეს და ამიტომ ეს ანტიოქსიდანტური თვისებები უფრო ძლიერად აქვს, ამიტომ ზოგს კორეული სენდელა ურჩევნია. მოკლედ, ყველა თავის პროდუქტს აპიარებს. ასე რომ ვთქვათ, მეორევეს დიდი სიამოვნებით ვიყენებ და ორივე ძალიან მეყვარს და რაღაც განსაკუთრებულ სხვაობას მართალი რომ გითხრათ. ვერ ვხედავ, ამიტომ მაგ კამაჩი არ ჩავერთოთ, მოდით, მე ვფიქრობ, რომ ორივე არაჩვეულებრივი ინგრედიენტია. ოკეი, მოდით დავიწყოთ, რა თქმა უნდა,
სენდელას ხაზიდან. და დავიწყოთ მათი სუბუქი გამწვენდის ზეთით, რომელიც ორი სხვადასხვა ზომით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ 30 მილilitrიანი და 200 მილilitrიანი. მე სამწუხაროდ არ ვიცი ზუსტად რა ზომები აქვთ ამ პროდუქტების საქართველოში. ავერსის ოფიციალურ საიტს მიხსნის, გადავხედე კიდეც დაახლოებით რომელი ხაზებია, მაგრამ როცა ბრენდების განხილვას ეხება საქმე, მე მხოლოდ ოფიციალურ საიტს ვენდობი და მხოლოდ ოფიციალური საიტის სრულ ინგრედიენტების სიას და მათ მოცულობებს და ასე შემდეგ. მხოლოდ ამზე დაყრდნობით ვაგებ ხოლმე ამ ვიდეოებს. შესაბამისად, ავერსის ვებგვერდზე დაყრდნობით არ გიყვებით დღევანდელ ვიდეოში ამ პროდუქტების შესახებ, ამიტომ ზუსტად არ ვიცი ხა ონლაინ რა უდევთ, მაღაზიებში რა უდევთ, ყველაფერი ის რაც ონლაინ არის, ასევე ფილიალებში შეგიძლიათ ნახოთ. ამდენ ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. მოკლედ, რაც შეეხება ამ ზეთს, გამიტესტავს, გამომიყენებია, სასიამოვნო, სუბუქი ზეთია, ისეთი ძლიერი, მძიმე, ბლანტი ზეთი სხვათა შორის არ არის, მაგრამ ძალიან ეფექტური ზეთია, არაჩვეულებრივად ასუფთავებს კანს, არაჩვეულებრივად აშორებს მაკიაჟს. მე დღეს სხვათა შორის ჩემს მაკიაჟზე ისე ვერ იტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა ვიდეოები თუ გაქვთ ამ არხზე ნანახი იცით რომ მე მაკიაჟის მოყვარული ვარ, მიყვარს მაკიაჟის ტარება, მიყვარს ფერები, განსაკუთრებით როცა თვალის მაკიაჟს ეხება საქმე და ჩემთვის თავისუფლად აშორებდა მსგავს მაკიაჟს. 0.1% აზიური სენდელას ექსტრაქტს შეიცავს, სხვათა შორის ბერგამოტის ეთერზეც შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარფიუმის გარეშე არ არის. ანუ ბერგამოტი ეთერზეთი არის. ისე მზესუმზირის ზეთი აქვს, ზეითუნის ზეთი აქვს, ჟოჟობა ზეთი აქვს. ბევრი სხვადასხვა ზეთებით არის პარფიუმირებულია გაითვალისწინებთ, მაგრამ რეალურად ჩამოსაბანის საშუალება სახეზე არ იტოვებთ, რუტინის პირველი საფეხურია, ამიტომ თუ უშუალოდ რომელიმე ზეთის მიმართ აქ ალერგიული არ ხართ, არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ფამფის თავსახურით პრაქტიკული შეფუთვით ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი ზეთია, ვისაც უფრო ზეთების გამოყენება გიყვართ, როგორც დემაკიაჟის საშუალება, ან უფრო ჰიდროფილური ზეთების გამოყენება გიყვართ ვიდრე ბალმების, კარგი არჩევანია ნამდვილად და სხვათა შორის არც ისე ძვირი. შემდეგი გვაქვს იგივე ხაზიდან გამწმენდი კაფი, ამპულა კაფი. ეს პროდუქტიც გამიტესტავს, ესეც ორი სხვადასხვა ზომით შეგიძლიათ შეიძინოთ, 20 მილilitrიანი და 125 მილilitrიანი შეფუთვით. ამისი სხვათა შორის სრული ზომის შეფუთვა მაქვს დაცლილი. ძალიან საინტერესო კაფი აქვს, ასეთი ბზინვარე ეფექტის პროდუქტი ჩამოდის შეფუთვიდან და წყალთან კონტაქტის შემდეგ საკმაოდ ძლიერად კაფდება, საკმაოდ ძლიერ კაფს იღებთ, ამიტომ საკმაოდ მცირე რაოდენობის პროდუქტი გჭირდებათ, ბევრი არ მოგივიდეთ, კარგად კაფდება და ბევრი ნამდვილად არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, აზიური სენდელას ექსტრაქტი გვაქვს და საშუალო სიძლიერის სულფატები. უხეში გამწვენდი არ არის, კანს არ გამოგიშრობ, ალკოჰოლის და პარფიუმის გარეშეა, გლიცერინით, ჰიალურონით. მე მომეწონა, საკმაოდ სასიამოვნო გამწვენდი იყო, ჩემს ნორმალურ სიმშრალისკენ მიდრეკილ კანზეც საკმაოდ სასიამოვნო გამწვენდი იყო, განსაკუთრებით უფრო ცხელი დღეებისთვის. ძალიან კარგი იყო ორმაგი წვენდისთვის, ან ისეთი დღეებისთვის, როცა მაკიაჟი არ მისვეს სახეზე, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება არ არის, კანის და ფორების გასასუფთავებელი გამწვენდია. მზისგან დამცავის ჩამოსაბანად სავსებით საკმარისია, დილით არ გამომიყენებია, იმიტომ რომ მე ესეთი შედარებით თუნდაც საშუალო სიძლიერის გამწვენდებს გამოყენება დილით არ მიყვარს საღამოს რუტინისთვის, ძალიან კარგი გამწმენდი იყო. შემდეგი გვაქვს სენტელას ტონერი, რომელიც სუბუქი ექსფოლიატორ დამატენიანებელი ტონერია. არ ვიცი, იცის თუ არა ეს ყველამ ტაქსებს თუ არა ამას ყურადღებას, რომ PHA-ია შიგნით, ძალიან სუბუქი ფორმა, მაგრამ მაინც თვითონაც უწერიათ, რომ აი ყოველდღიური გამოყენების ძალიან სუბუქი პილინგია, გიმური პილინგი. რეალურად ექსფოლიაციისთვის ნაკლებად ყიდულობ ამ ტონერს, ანუ უფრო მეტად ჰიდრაციისთვის ყიდულობ, მაგრამ ვისაც უფრო პრობლემური კანი გაქვთ, ვისაც უფრო მეტად გჭირდებათ, რომ ყოველდღიურად აკონტროლოთ ფორები, რომ ზედმეტი ცხიმიანობა, შავი წერტილები, კომედონები, თქვენთვის ყოველდღიური გამოყენებისთვის ცუდი არჩევანი არ იქნება, თუმცა არ იფიქროთ, რომ რაღაც ისეთი ძლიერი პილინგ საშუალება არის, ესეთი ძლიერი ქიმიური პილინგია, როგორც მაგალითად სალიცილის მჟავა ან გლიკოლის მჟავა, მაგას რა თქმა უნდა ვერ შევატარებთ, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ PHA-ს არის შიგნით, სამ სხვადასხვა ზომაში შეგიძლიათ შეიძინოთ 30, 210 და 400 მილიგრამს ნახევარი ლიტრი ტონერი შეფუთვით, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, აზიური სენტელას ექსტრაქტით, გლუკონოლაქტოინი ეს იგივე PHA-ია, ბითეინი, ჰიალურონის მჟავა, შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშე. სასიამოვნო ტონერია. მე ასეთი ტონერების მაინდა-მაინც მოყვარული არ ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ მჭირდება ჩემს ტონერს ესეთი მსუბუქი ექსფოლიაციის დანიშნულება კონდეს ჩემი კანისთვის, მაგრამ უფრო პრობლემური კანისთვის მე ვფიქრობ, თუნდაც ყოველდღიური დანიშნულებით დილის რუტინისთვის ცუდი არჩევანი ნამდვილად არ იქნება. ჩემ ფავორიტი პროდუქტი ალბათ ამ ხაზიდან ნამდვილად არის მათი ამპულა, აზიური სენტელას ამპულა, რომელიც 30 მილilitrიანი, 55 და 100 მილilitrიანი შეფუთვებით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, რა თქმა უნდა, აზიური სენტელას ექსტრაქტი არის თავარი 5 ინგრედიენტია მეგონის სულ შეგნით, ანუ უმეტესობა პროდუქტის არის აზიური სენტელას ექსტრაქტი. აგეტყვით ახლა რომ პირველივე ინგრედიენტების სიაში აზიური სენტელა არის თქო, წყალი და გლიცერინი და ბითეინ გლაიკოლი მოდის. ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ასე ვთქვათ, აერთებს და კრავს ინგრედიენტებს და სიბლანტეს აძლევს, რაც ამპულებს ზოგადად ახასიათებს და შემდეგ არის ინგრედიენტების სიაში აზიური სენტელას ექსტრაქტი, მაგრამ რეალურად მაგას იღებთ. მაგისთვის ყიდულობთ პროდუქტს. მე მგონი ერთ-ერთი კი არა და ერთ-ერთი ყველაზე კონცენტრირებული
პროდუქტი ამ ხაზიდან, როცა აზიურ სანდალაში გინათ რომ თანხის ინვესტირება გააკეთოთ, ნამდვილად ეგ ამპულა. შემდეგი არის მათი დამამშვიდებელი პადები. დისკები, ანუ პირფიტები, სადაც 70 ცალი დისკი არის შიგნით, წვნიანად წვენის ჩათვლის მოცულობა არის 130 მილილიტრი, რა თქმა უნდა, აზიური სანდალას ექსტრაქტით, პანთენოლით, ჰიალურონის მჟავით, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, ვისაც გიყვართ პადების გამოყენება, ანუ ტონერების გამოყენება პადების ფორმით, ნამდვილად კარგი არჩევანია. არა მხოლოდ იმით, რომ გადაისვათ სახეზე, არამედ დაიფინოთ სახეზე, ლოყებზე, სიცოცხლეებზე, კანის დასამშვიდებლად, სიმშრალეებზე, აქერცრილ კანზე, როგორც აი ნიღაბი, ნაჭრის ნიღაბი. თქვენთვის სასურველ საჭირო ადგილებზე შეგიძლიათ დაიფინოთ და სანამ შეშრობას არ დაიწყებს ეს პადი დაელოდოთ. ნუ ის მომენტია, რომ ცოტა კი არა და ბევრად უფრო მეტ ნაგავს ვაწარმოებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ტონერის შემთხვევაში. ეგ გავითვალისწინოთ უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ თითო პადი, თქო, თითო გამოყენების არის და მე ნაგავში მიდის, მაგრამ თვითონ პროდუქტი ინგრედიენტებიდან გამომდინარე, სულსნაულად ვერაფერს ვერ ვიტყვი. კრემს რაც შეეხება, ეს არის მათი მსუბუქი დამატენიანებელი კრემი, რომელიც 30 და 75 მილილიტრიანი შეფუთვით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და სადაც პატენტირებული კომპლექსი აქვს აზიური სენტელას, იცით რომ აზიური სენტელას სხვადასხვა აქტიური კომპონენტები აქვს, ისეთი როგორც არის მაგალითად პარაგასოსოიდი. ეს ერთ-ერთია 5 თუ 6 ეგეთი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტია მცენარეში. აი ამ კომპონენტების საკმაოდ ძლიერი პატენტირებული ნაერთია სოთაშორის ამ დამატენიანებელში, რომელიც ასევე ნიაცინამიდს შეიცავს, მაკადამიას ზეთს, სქვალეინს და პარფიუმით და ეთერზეთებით არის გაითვალისწინეთ. ანუ თუ ალერგიული კანი გაქვთ ან არ გიყვართ ეთერზეთების გამოყენება თქვენს თავისუფლ ზრდაში, მაშინ ეს დამატენიანებელი თქვენთვის არ არის, მაგრამ საკმაოდ კონცენტრირებული კარგად დატვირთული დამატენიანებელია ნამდვილად, რომელსაც საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვს, კომბოცხებიან კანზეც თავისუფლად შეგიძლიათ, უფრო კომბინირებულ კანზეც თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. შუტინგ კრემიც აქვს, გელ კრემი ამ ხაზიდან, რომელიც მეც დამიტესტავს, ეს პარფიუმის გარეშე ვერსია არის სოთაშორის, რა თქმა უნდა, აზიური სანდალას ექსტრაქტით. ეს უფრო სიცივის ეფექტით გელ კრემი არის, შემიძლია უფრო ეხლა ცხელი სეზონისთვის გავუწიო რეკომენდაცია, უფრო ცხიმიანი პრობლემური კანისთვის, კარგი არჩევანი იქნება კერამიდების კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა. მოკეთ, კანის ტიპიდან გამომდინარე, კრემი თუ გელი, რომელი უფრო გამოკადგებად თქვენს კანის ტიპზე, იქიდან გამომდინარე შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი იდეა პროდუქტების დაახლოებით ერთადერთია. შემდეგი ხაზი არის ჰიალუსიკას ხაზი, ანუ ამ ხაზში მთავარი იდეა, ეხლა ყოველ პროდუქტზე თუ ვერ ვისაუბრე, რომ იცოდეთ, ამ ხაზიდან პროდუქტების მთავარი იდეა არის ჰიალურონის მჟავის და აზიური სანდალას ნაერთი. ეს არის ორი ძირითადი აქტიური ინგრედიენტი, რომელიც ამ პროდუქტებში შეგვხვდებათ. ყველა პროდუქტში რეალურად ხაზს ესე ქვია. დავიწყოთ ტონერით, რომელიც ორი ზომით მოდის 30 და 210 მილილიტრიანი შეფუთვით. ესეც მსუბუქი ექსფოლიაციის LHA გვაქვს, მსუბუქი ფორმა, იქ PHA გვქონდა თუ გახსოვთ, ძალიან მსუბუქი, აი ყოველდღიურად გამოსაყენებელი. რეალურად გაითვალისწინეთ, რომ აქ აზიური სანდალას წყალი გვაქვს და არა ექსტრაქტი. ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, წყალი წერია თუ ექსტრაქტი ინგრედიენტების სიაში. ექსტრაქტი ბევრად უფრო კონცენტრირებულია და უფრო ძვირი. წყალი ესეთი კონცენტრაციით არ არის და წესით უფრო ბიუჯეტური უნდა იყოს. ჰიალურონის მჟავა, 5 სხვადასხვა ზომის ჰიალურონის მჟავით, ნიაცინამიდით, იქ PHA გვქონდა, აქ LHA გვაქვს, საკმაოდ მსუბუქი ექსფოლიატორი ინგრედიენტების შესახებ ვსაუბრობთ, აი რეალურად ყოველდღიური გამოყენების, ეს პარფიუმის გარეშეა სხვათაშორის, ამასაც უფრო პრობლემური კანის ტონერს დავუძახებდი. შემდეგი გვაქვს შრატი, რომელიც აზიური სენტელას წყალზე არის დამზადებული, გაითვალისწინეთ, არა ექსტრაქტზე, ჰიალურონის მჟავა, კერამიდები, ნიაცინამიდი, გლიცერინი. ეს ჩემი აზრით უფრო, ასე ვთქვათ, საინტერესო შრატია, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი ინგრედიენტია შეგნით, ვიდრე თქვა პირველი ხაზი. ანუ რო შევადაროთ დაახლოებით წინა ხაზიდან აზიური სანდალას ამპულას. იქ იცი რომ აზიური სანდალას იღებ მხოლოდ. მაგ ცოტა ნიაცინამიდი გაქვს, გლიცერინი გაქვს, ჰიალურონის მჟავა გაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ექსტრაქტიდან წყალზე ჩამოდიან. რომელი უფრო გჭირდება და რომელში უფრო გადაიხდით ახალს, ეგ შენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა. იგივეა დაახლოებით ამპულის შესახებ, რომელიც 50 და 100 მილილიტრიანი შეფუთვებით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. აქ სხვადასხვა ექსტრაქტი გვაქვს, მცირე, შედარებით უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ ნუ მაინც ექსტრაქტი გვაქვს, ნიაცინამიდი, ეს პარფიუმის გარეშეა. რამოდენიმე პროდუქტთან თქვი ახლა ნიაცინამიდის სამწუხაროდ რა პროცენტული მაჩვენებლით არის ნიაცინამიდი ამ პროდუქტებში არ წერია, ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია რომ იმ პროცენტული მაჩვენებლის შესახებ საუბრობდით, რომ აი რეალურად ნიაცინამიდის გამოყიდულობდე ამ პროდუქტებს რაღაცა 7-10% ნიაცინამიდი არ წერია ინგრედიენტების სიაში ესე მაღლა რომ მაგ პროცენტული მაჩვენებლების შესახებ საუბრობთ, ამიტომ ის თემა არ არის რომ რაღაცა აი 10%-იან ნიაცინამიდის შრატს იყენებ უშუალოდ ნიაცინამიდისთვის და ამ პროდუქტის შეზღუდული შრატის ჩანაცვლება მაგ პროცენტის შესახებ არ ვსაუბრობთ, ნიაცინამიდის გამო არ ეტულობ ამ პროდუქტებს. ამ ხაზიდან ასევე ძილის ნიღაბი აქვს, ღამის ნიღაბი, რომელიც რეალურად დამატენიანებელია. მე თუ მკითხავ, საუკეთესო დამატენიანებელი არის ამ ხაზიდან და რეალურ დამატენიანებლებსაც ჯობია, სადაც აზიური სენტელას წყალი არის ძირითადი ბაზისი ნიაცინამიდით. მე ვფიქრობ, წინა ხაზის დამატენიანებლებსაც ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ძილის ნიღაბი აწერია ზედთან მთელი ამბები,
არაჩვეულებრივი დამატენიანებელი. არაჩვეულებრივი დამატენიანებელია, ძალიან სასიამოვნო ტექსტურის, სუბუქი, არ იწებება, სწრაფად შეიწოვება, არაჩვეულებრივად ამშვიდებს, ატენიანებს, არბილებს, კანს. მე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დამატენიანებელი არის. ოღონდ დამატენიანებელი არ აწერია საერთოდ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დამატენიანებელია ამ ბრენდიდან ზოგადად. შემდეგია მათი კაფსულირებული ამპულა, რომელიც კანის ტონისთვის და ფერისთვის, კანის ტონის გასაუმჯობესებლად არის, რომელიც 30, 50 და 100 მილiliტრიანი შეფუთვებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში უკვე აზიური სენტელას ექსტრაქტის შესახებ საუბრობთ, ნიაცინამიდი, ტრენაქსემიკის მჟავა და 3-O-ეთილ ასკორბილ ასიდი, რომელიც ცხიმოვანი ფორმა არის C ვიტამინის, ანუ უფრო სტაბილურია, შესაბამისად შეფუთვაზე არ დაიბნეთ. არ არის რომ თქვათ ეფექტურობა დაკარგოს C ვიტამინმა, იმიტომ რომ ზეთოვანი ფორმა არის, დერივატივია ერთ-ერთი C ვიტამინის, ანუ ასკორბინის მჟავის შესახებ არ ვსაუბრობთ. შესაბამისად შეფუთვაზე ისეთ ძალიან არ უნდა ვიდარდოთ. Made White, არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის, ესა პატენტირებული ბუნებრივი მცენარეული ინგრედიენტების კომპლექსია, ნაერთი, მათი პატენტირებული კომპლექსია, რომელიც კანის ტონის და ფერის გაუმჯობესებისთვის არისო. სხვა ბრენდთან რა თქმა უნდა ვერ შევხვდებით ამ ინგრედიენტს, შესაბამისად ვერ შევადარებ ხა. რომელიღაცა სხვა ბრენდი უკეთესად აკეთებს და შედეგები და რაღაცა ბრენდის პატენტია. თვითონ ძალიან მარტო რა არის შეგნით. საკმაოდ კარგი გლოუს იძლევა, სხვათა შორის ეს შრატი რეალურად ნებისმიერ კანის ტიპზე თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ 4% ნიაცინამიდია შეგნით და 2% ტრენაქსემიკის მჟავა. ანუ აი ზუსტად თერაპიული ზღვარის შესახებ საუბრობთ. პიგმენტაციის დონეს გააჩნია. თუ ჰორმონალური ძლიერი მელაზმა გაქვთ, რომელიც ფენებად არის კანქვეშ და ეს წლების პიგმენტაცია არის და მზის და ასაკის ლაქები რომელიც განსაკუთრებით ლოყებზე ძალიან მარტივად გვიჩნდება იმის გამო, რომ ზესგან დამცავს არ ვიყენებთ, სწორად და საჭირო რაოდენობით და ყოველდღიურად ესეთ ძლიერ პიგმენტაციას ვერ მოეწევა. თან მარტო ეს, თუ სხვა კიდე აქტიური ინგრედიენტები, არ ვიცი, რეტინოლი, ასკორბინის მჟავა, თუ ეს რაღაცეები კიდე დამატებით არ გაქვთ თავის მომზოდ, მხოლოდ ამ ერთი ამპულის იმედად მოიქნებით. მაგრამ თუ აჭრელებული კანის ტონი და ფერი გაქვთ, აკნეშემდგომი ლაქები და პიგმენტაცია, სიწითლეები, ეს აჭრელება, რასაც ქვია კანზე, ასე ვთქვათ, მსუბუქი ზედაპირული ლაქები, ასე ვთქვათ, კანის ტონის ერთიან ფერში მოსყვანად, ან დასაწყებად რომ დატესტოთ საერთოდ ტრენაქსემიკით, დატესტოთ საერთოდ ნიაცინამიდი, ძალიან მგრძნობი არის კანისთვის, როცა უფრო ფრთხილად უნდა ჩართო ეს აქტიური ინგრედიენტები თავის მოვლის რუტინაში, არაჩვეულებრივი არჩევანია, მაგრამ თუ ძლიერი წლების მანძილზე ნაგროვები პიგმენტაციის მკურნალობა გინდათ, ეს არ არის თქვენ პირველი არჩევანი. Poremizing fresh ამპულა გვაქვს შექმნილი, რომელიც ფორებისთვის არის, ასე ვთქვათ, ფორების ხილვადობის შესამცირებლად სახეზე 30, 50 და 100 მილiliტრიანი შეფუთვებით. ამ შემთხვევაში აზიური სენტელას ექსტრაქტი 0.5%-იან ულმოთ. ქვემოთ მინერალური მარილი, 9 სხვადასხვა პეპტიდის კომპლექსი არის შიგნით და ალოე ვერას ექსტრაქტი. მართალი რომ გითხრათ, ესეც ისეთი თემა არის, კი ბატონო, ყოველდღიურად გამოსაყენებელია. ფორების ხილვადობას რაც შეეხება, ბევრად უფრო აქტიური და ძლიერი ინგრედიენტები არის ბაზარზე, თუ რეალურად ფორების პრობლემა გაქვს, თუ რეალურად შავი წერტილების პრობლემა გაქვს. ეს უფრო როგორი პროდუქტია, ეცეთ აი მოჭარბებული ცხიმიანობა რო დაარეგულირო კანზე. მაგალითად აი კომბუკანი გაქვს და ზაფხულში ტეზონა განსაკუთრებით უფრო გიცხიმიანდება. აი რო თავიდან აირიდო ეს თემა, რომ ფორები არ გაიჭედოს და შემდეგ აქედან გამომდინარე ოქსიდაციის პროცესის შედეგად შავი წერტილები არ წარმოიქმნეს ფორებში, ხო? აი უფრო პრევენციისთვის, უფრო მსუბუქი შემთხვევისთვის, თუ უკვე გააქვს ფორების პრობლემა, თუ უკვე ებრძვი კომედონებს, თუ უკვე ებრძვი შავ წერტილებს და თუ ეს ყველაფერი სახეზე უკვე გააქვს, ეს შენი პირველი სამკურნალო პროდუქტი არ არის. ამ შემთხვევაში მათ კლეი ნიღაბს, რომელიც სტიკის ფორმით აქვთ, აი ამ პროდუქტს უფრო გირჩევთ და ამ პროდუქტში უფრო გირჩევთ თანხის ინვესტირებას, ვიდრე ამპულაში. ესეც მინერალური მარილის და აზიური სენტელას ექსტრაქტის გამო არა. თავარი აქ გვაქვს თიხა, რომელიც იწვევს ცხიმებს და ასუფთავებს ფორებს და გვეხმარება, რომ ზედმეტი ცხიმი მოვიშოროთ თავიდან და შესაბამისად საშიშროება შავი წერტილების 18% 5 სხვადასხვა ტიპის თიხის ნაერთი არის ამ სტიკ ნიღაბში. არაჩვეულებრივი არჩევანია, ძალიან საყვარელი შეფუთვით, საყვარელი ფერით, მოკლედ, რეალურად ყიდულობთ თიხის ნიღაბს. სტიკის ფორმით არის, ლამაზი ფერი აქვს, ლამაზი შეფუთვა აქვს, ლამაზი მარკეტინგი, მაგრამ თუ უკვე გაქვს თიხის ნიღაბი, არ ვიცი, თიხის ნიღაბი მე მგონი ყველას აქვს, კოდალის თიხის ნიღაბი ვიცი რომ პოპულარულია, ინკილისტის თიხის ნიღაბი ვიცი რომ პოპულარულია, ანუ თიხის ნიღაბია. კარგი კომპლექსია, 5 სხვადასხვა ტიპის ფერის თიხის ნიღაბი
არაჩვეულებრივი კომბინაცია, 18% არაჩვეულები 27 გრამი, სტიკის ფორმით გადასასმელი სახეზე საკმაოდ დიდხანს გეყოფათ. როცა თუფში არის თიხის ნიღაბი და ისე ინაწილებს სახეზე, რაღაცა ცოტა არასწორად, არათანაბრად ინაწილებს სახეზე, სადღაც უფრო მეტი მოგდის, სადღაც უფრო ბევრსაც ხარჯავ, თითებზე გრჩება, იბან, უფრო მალე გეხ. ეს უფრო დიდხანს გეყოფათ, უფრო თანაბრადაც გადაინაწილებთ, უფრო ზუსტადაც, სადაც გჭირდებათ ცხვირის კუთხეებში, ცხვირზე, ანუ ზუსტად იქ სადაც გჭირდებათ, რომ თანაბარი ფენა გადაინაწილოთ სახეზე, ნამდვილად პრაქტიკული და კარგი არჩევანი. შემდეგი არის ჩაის ხის ხაზი. თუ რეალურად პრობლემური კანი გაქვთ, რეალურად ფორების პრობლემა გაქვთ, აქედან უფრო გირჩევდეთ პროდუქტებს, ვიდრე მაგალითად ის ფორმაიზინგის ხაზიდან ამპულას. ძალიან დავჩაგრე ის ამპულა, მაგრამ რა ვქნათ. მაგალითად მათი აკნეს ღრმა გამწმენდი კაფი, აკნესაც ნამდვილად ღრმა გამწმენდი კაფი, 125 მილiliტრიანი შეფუთვით, აზიური სენტელას ექსტრაქტი, მწვანე ჩაის, მწვანე ჩაი არჩეულებრივია. გამონაყარზე BHA სალიცილის მჟავა 4000 ppm ნიშნავს 0.4% სალიცილის მჟავას. ანუ რაღაცა განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლის შესახებ აქაც არ ვსაუბრობთ, მაგრამ აქ სხვა თუ არაფერი რეალური აკნეს საწინააღმდეგო აქტიური ინგრედიენტი არის პროდუქტში. თან მწვანე ჩაისთან ერთად კომბინაციაში სალიცილის მჟავა ძალიან კარგია. თინეიჯერებისთვის გავუწევდი რეკომენდაციას, ვისაც ჰორმონალური აკნე ახლა იწყება. გოგონებისთვის, ბიჭებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, კარგი გამწმენდი იქნება, სხვა შორის კარგი ყოველდღიური გამწმენდი იქნება, იმიტომ რომ არ არის ეს ინგრედიენტები ესეთ პროცენტული მაჩვენებლით შეგნით, რომ კანი გამოაშროს ან რამე. თან ჩამოსაბანის საშუალება არის, შემდეგ კარგი შრატი, კარგი დამატენიანებელი, არაჩვეულებრივი დანამატი იქნება აკნეს საწინააღმდეგო რუტინაში რეალურად ნებისმიერი ასაკისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, აი თინეიჯერებს განსაკუთრებულად მოეწონებათ ეს პროდუქტი. იგივე ხაზიდან არის ასევე ამპულა, აკნეს საწინააღმდეგო ამპულა, რომელიც 30 და 100 მილiliტრიანი შეფუთვებით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. პარფიუმი არა, მაგრამ ეთერზეთები არის შეგნით. ანუ ეთერზეთები იქიდან გამომდინარე, რომ ჩაის ხის ზეთი არის შეგნით. იქ წყალი აქ ზეთი. ანუ რეალურად ჩაის ხის ზეთი ერთადერთი ეთერზეთია, რომელსაც კანისთვის რაღაცა დანიშნულება აქვს. როგორც იცით, ეთერზეთები სუნისმეც არაფერს არ აკეთებენ პროდუქტში. ჩაის ხის ზეთი ერთადერთი რეალურად ეთერზეთია. ერთადერთი ეთერზეთია, რომელიც რეალურად ამტკიცებულია, რომ აკნეზე მოქმედებს და რაღაც დანიშნულება აქვს პროდუქტში. ამიტომ თუ რომელიმე ეთერზეთი, მაშინ ჩაის ხის ზეთი ეთერზეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, ნუ აქ მაგ პროცენტულ მაჩვენებლებს შესახებ არ ვსაუბრობ, მაგრამ ხშირად ყიდულობენ ხოლმე კონცენტრატის ფორმით. დაუშვათ გამონა აი ბოდი შოპის ჩაის ხის ხაზიდან ფრთხილად იყავით. ისედაც დაზიანებული კანის ბარიერის შესახებ საუბრობთ, ისედაც ანთებითი პროცესის შესახებ საუბრობთ, როცა აკნეს ეხება საქმე თუ ჰორმონალურ აკნესთან არ, ან ორი თემა ხო, ან ბაქტერია, ან ჰორმონები. ან ბაქტერია და ანთებითი პროცესი, ან ჰორმონები და ანთებითი პროცესი. ეს ორი რაღაცა იწვევს აკნეს, ხო? შესაბამისად, როცა უკვე ისედაც ანთებითი პროცესის შესახებ საუბრობთ, ეთერზეთებთან ვართ ფრთხილად. ეფექტურია, მაგრამ ვიყენებთ ფრთხილად. ეთერზეთი რო გვაქვს სახეზე, მზეს არ ვფიცხებთ და ქუჩაში არ დავწანწალებთ. ამისი თქმა მინდა. აქ გავითვალისწინოთ, რომ გამწმენდისგან განსხვავებით, ამ ამპულაში სალიცილის მჟავა არ არის. ანუ ეს კიდევ უფრო მსუბუქია, ასე ვთქვათ. ასევე მე ვფიქრობ, რომ გამორჩეულია დამატენიანებელი პრობლემური კანისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს თინეიჯერებისთვის განსაკუთრებულად კარგი დამატენიანებელი. ზოგადად, ნუ აი ცხიმიანი კანებისაც აქვს. მე ვფიქრობ, რომ კარგი დამატენიანებელი იქნება, ეს არის შუთინგ, ანუ კანის დამამშვიდებელი გელი, მწვანე ჩაით და B5 ვიტამინით, ანუ პანთენოლი. 5% პანთენოლი არის შეგნით, 0.1% აზიური სენტელას ექსტრაქტი, მწვანე ჩაის წყალი გვაქვს ამ შემთხვევაში, კერამიდების კომპლექსი, გლიცერინი, ნიაცინამიდი, კარგი კომპლექსია, კარგი ინგრედიენტების ნაერთია, სასიამოვნო გელ ტექსტურის დამატენიანებელია, მომატებულ ცხიმიანობაზე, პრობლემურ კანზე, ცხელ სეზონზე. კარგი კრემია. ასაკოვანი ან ძალიან მშრალი კანისთვის არის მათი პრობიოსიკას ხაზი. ამ ხაზს გირჩევთ და ამ ხაზიდან პროდუქტებს უფრო ანტიასაკობრივი რუტინისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 25 წლის ასაკში ვერ გამოიყენებ ამ ხაზის პროდუქტებს. არაფერი არ არის შიგნით ისეთი და არც ასაკი არ არის მითითებული, რომ რაღაცის გამო იფიქრო, რომ ჩემთვის არ არის. ყველასთვის არის რეალურად, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, მწვანე ჩაის ექსტრაქტზე ვამბობთ, რომ პრობლემური კანი და აკნე, პრობიოტიკები იქიდან გამომდინარე, რომ არაჩვეულებრივები არიან, მშრალ კანზე, ასაკოვან კანზე და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტები არიან. ასაკოვანი კანისთვის უფრო კარგი არჩევანი არის, მაგალითად მათი ტონერი, რომელიც 210 მილiliტრიანი შეფუთვით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, ფერმენტირებული აზიური სენტელას ექსტრაქტის შესახებ საუბრობთ და ეს ფერმენტაცია არის ზუსტად ის, რაც განსაკუთრებულად დატვირთულს და კონცენტრირებულს ხდის ამ ხაზს და ამ პროდუქტს. მადაგასოსოიდ მაგალითად სხვა ფორმებიც გვაქვს აზიური სენტელას, მხოლოდ ექსტრაქტი არ არის შიგნით. კერამიდები, ჰიალურონი, გლიცერინი, ძალიან კარგი ტონერია. ინტენსიური ამპულა, ბარიერის აღმდგენი და დამცავი ამპულა არის. აქაც ფილტრატის, ანუ ფერმენტირებული აზიური სენტელას შესახებ საუბრობთ, ასევე ექსტრაქტი, ასევე მადაგასოსოიდი, კერამიდების კომპლექსი 50 და 95 მილiliტრიანი შეფუთვებით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, ამას ბევრად უფრო ბლანტი ტექსტურა აქვს, ანუ ტონერი ეს ტონერ ესენსია არის, ის პირველი უფრო
თქვათ წყალი, ჰიალურონის, ტონერის ტექსტურა იმასაც არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმასთან შედარებით ეს ამპულა ბევრად უფრო ბლანტია და ბევრად უფრო სქელი ტექსტურის შესახებ საუბრობთ. ანუ გაჩნია რამდენად მშრალი კანი გაქვთ და რამდენად მოგეწონებათ ესეთი ბლანტი ტექსტურის პროდუქტები. შემდეგია თვალის კრემი, პრობიოსტიკა ბაკუჩიოლის თვალის კრემი, სუბუქი, თვითონაც ამბობენ, სუბუქი. კარგია რომ რაღაცა უაზრო რეკლამები და მარკეტინგი არ აქვს პროდუქტზე. სუბუქი ანტიასაკობრივი, სუბუქი ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი არის, რომელიც 20 მლ-იან შეფუთვით მოდის. სილიკონის აპლიკატორი აქვს, ანუ სილიკონის თავი აქვს. საიდანაც გამოდის პროდუქტი და შემდეგ შეგიძლიათ ასე ვთქვათ, გადაინაწილოთ თვალის გარშემო და დაიმასაჟოთ კანი ამ სილიკონის აპლიკატორით. აქაც რა თქმა უნდა, ფერმენტირებული აზიური სენტელას შესახებ საუბრობთ, ბაკუჩიოლის შესახებ საუბრობთ. 5000 ppm ნიშნავს 0.5% ბაკუჩიოლს. საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლების შესახებ საუბრობთ ბაკუჩიოლისთვის, თუმცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ სუბუქი ნაოჭების საწინააღმდეგო. ეს არ არის თემა, რომ მაგალითად 40-50-60. აი ეს ეხლა რო სიმშრალეები რო დაგეწყო თვალების გარშემო და ცოტა ეს კონსილერი რო ცოტა სასიამოვნო დაჯდა 25 წლის რო ხარ და 1-2 წვრილი ხაზი რო შეამჩნიე თვალის გარშემო. აბა რა გავაკეთო? აბადონო დაიწყო ნელ-ნელა დააწყო შენი ანტიასაკობრივი რუტინა თუ პროასაკობრივი რუტინა, მოდით ასე ვთქვათ, ასე უფრო კორექტულად და სასიამოვნოდ ჟღერს, იმიტომ რომ დაბერება პრივილეგიაა, დაბერების ალტერნატივა არავის არ გვინდა. შესაბამისად, პროასაკობრივი რუტინა შენს 20-იან წლებში ძალიან სასიამოვნო თვალის კრემი იქნება. შემდეგია მათი პრობიოტიკების კრემი, rich battery, პირდაპირ ესე წერიეთ. კრემოვანი rich barrier-ის კრემი, ბალზამი. 15 მლ-იან გატესტოთ შეგიძლიათ 15-იანი და 50 მლ-იანი არის რეგულარული შეფუთვა. აქაც რა თქმა უნდა ფერმენტირებული აზიური სენტელას ექსტრაქტი გვაქვს, აზიური სენტელას ექსტრაქტი, მადაკასოსოიდი, ნიაცინამიდია შორის შეგნით, დარწმუნებული მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც მოკლედ ეს არის მშრალი კანის დამატენიანებელი, ეს არის ძალიან მშრალი კანის დამატენიანებელი, ეს არის უფრო ძილის წინ ღამის დამატენიანებელი, ცივი სეზონის და მოკლედ იცით როგორც არის ან ანტიასაკობრივი ესეთი უფრო ასაკოვანი კანისთვის ან ძალიან მშრალი კანისთვის კომბოცხივიანი კანისზე კარაქის დამატენიანებელი ნაკლებად მოგეწონებათ. რაც შეეხება მათ მზისგან დამცავებს, რამოდენიმე მზისგან დამცავი აქვს, 50 მლ-იანი შეფუთვით პარფიუმის გარეშე ვერსია, რომელიც არის ალკოჰოლით. ეს არის მინერალური მზისგან დამცავი ტონ აპს, რასაც ეძახიან კორეელები. ანუ ესეთ თეთრ კვალს კი არ ეძახიან, იმათ მოსწონთ სითეთრის ეფექტს რო ტოვებს კანზე. მაგათთვის სპეციალურად ამზადებენ მსგავს მზისგან დამცავებს კორეელებისთვის. მხოლოდ თუთია არის შეგნით, მე არ მომწონს. თუთია კი ბატონო ბუარ სპექტრუმ არის, მაგრამ მარტო თუთია მარა. ამიტომ ჩემ ფავორიტ მზისგან დამცავი ნამდვილად არ არის. ეხლა რაღაცა მირჩიო, მაგას ნამდვილად არ გირჩევთ. რასაც გირჩევთ ამ ბრენდისგან არის მათი Hialuronidal Vitamin შტატი, სერუმი, 50 მლ-იანი ჯური შეფუთვა მაქვს ალბათ მაგ მზისგან დამცავის დაცლილი, ფამფის თავსახურით, თხელი ტექსტურით, კრემოვან თხელი ტექსტურით, ანუ შრატის ტექსტურისკენ უფრო მეტს, თხელი ტექსტურისკენ, სუბუქი ტექსტურისკენ უფრო მეტის, თლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, არანაირ თეთრ კვალს არ ტოვებს კანზე, ქრება, სასიამოვნო ბუნებრივი გლოუ აქვს, ახლა ცხელი სეზონისთვის ძალიან კარგი არჩევანი იქნება. მე ძალიან მიყვარს ეს კრემი. კრემი რა მზისგან დამცავი და დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას. ეგ ისეთ მზისგან დამცავია, მაგის ქვეშ დამატენიანებელიც კი არ დაგჭირდებათ ახლა ცხელ სეზონზე 2-1 დილის რუტინაში დამატენიანებელსაც ჩაგინაცვლებთ და მზისგან დამცავიც იქნება. შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშეა, თვალებს გარშემო თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე მომწონს ძალიან. 2 წლის წინ იყო ალბათ წლის ფავორიტების რეიტინგში ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია და ახლა რასაც ვიყენებ, რაც სამწუხაროდ ამ წუთას აქ არ მაქვს, იმიტომ რომ სამსახურში მიდევს, ჩემს ოფისში მიდევს მაგიდაზე, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ შუა დღეს გამოვდივარ სამსახურიდან, სადღაც 2-ისთვის, 3-ნახევრისთვის და რო არ დამავიწყდეს მზისგან დამცავის წაღება, განახლება. ვიყიდე სპეციალურად სტიკი და ვიყიდე იგივე ხაზიდან, Hialuronidal ხაზიდან მათი SPF სტიკი, რომელიც 20 გრამიანი არის, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით და დავდე სამსახურში მაგიდაზე. და როცა გამოვდივარ სამსახურიდან, ჩემი განახლება მზისგან დამცავი შუა დღეზე არის ეს სტიკი და მომწონს ძალიან. პატარა არის, კომპაქტური, ჰიგიენური, თეთრ კვალს არ ტოვებს, არ იწებება, თითქოს და ოდნავ პუდროვან ეფექტს ტოვებს კანზე, უფრო მატ ეფექტი, velvet mat ეფექტით ჯდება კანზე, რაც ხიმოვან ეფექტს ან ბზინვარებას არ გიტოვებთ კანზე. მე მომწონს ძალიან, დიდი სიამოვნებით ვიყენებ. შრატ SPF-ი თავის დროს ფავორიტი იყო და ეს სტიკიც ძალიან მომეწონა. ყოველდღიურ გამოყენებაში ამ რაც ცოტა მზე გამოვიდა გერმანიაში და ჩვენსკენაც თითქოს და ზაფხული გამოჩნდა. მაგ სტიკსაც დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას. კარგით მეგობრებო, სულ ეს იყო ამ ბრენდის შესახებ ერთი
არ ვიცი 20-ზე მეტი პროდუქტი შესახებ მაინც გესაუბრეთ, რაც ერთი ვიდეოსთვის მე მგონი საკმარისი მეტია. თუ რაიმე გამომრჩა და რომელიმე კონკრეტული პროდუქტი გაინტერესებთ, რაც ვერ ვახსენე ამ ვიდეოში, დამიტოვეთ სრული სახელი პროდუქტის ქვემოთ კომენტარებში და შევეცდები რომ მოვძებნო და გიპასუხოთ თუ ინგრედიენტებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გექნებათ. სიამოვნებთ ჩემი ხმიანთ კომენტარებში რა იპოვეთ უკვე ავერსის აფთიაქებში, რამდენად არის ის რაც ონლაინ უდევთ ყველაფერი ასევე თაროებზე და ფასებს როგორ შეადარებთ თქვათ e-style-ზე ან style-ვანაზე რაც ღირს ეს ბრენდი ლარებში, რამდენად არის ფასები გადმოანგარიშებული. მე ცოტა მიჭირს ლარებს როცა ეხება საქმე კომენტარის გაკეთებას, იმიტომ რომ ლარებში რაღაცა არ ვიცი ბოლოს როდის ვიყიდე, ამიტომ მე დაახლოებით 2015 წლის ლარის კურსი მაქვს გონებაში. ამიტომ მოდით მე მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სასაცილო ვთქვა. მოკლედ, თუ სხვა განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ, არაერთ ვიდეოს იპოვით ამ არხზე, არაერთი ბრენდის შესახებ გვისაუბრია, მთელს პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმს შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავსდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!